უყურე. ხალილ იბრაჰიმ. რა გააკეთე? რა უქენი ქან? რა უქენი? დამშვიდი. მოგიყვები რაც უნდა გააკეთო. დაჯექი, დამშვიდი. ხალილ იბრაჰიმ. მოვედი რომ უკანასკნელი შანსი მოგცე ზეინებ. შეგეძლია სიკვდილს გადაარჩინო. ახლა მამა შენს ძმასთან ფიქრეთანა, ბიძია შერიფის პირობებზე ელაპარაკება საქმესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალილ იბრაჰიმს ვერ უშველის. უბრალოდ ნაკლებად მტკივნეულ სიკვდილს მიაყენებს. აი შენ კი შეგეძლია უშველო. ჩემგან რა გინდა ქან? როგორც უკვე გითხარი ბიძია შერიფი აქ იმიტომ ჩამოვიდა რომ ჩვენს ქორწილში მოწმე იყოს. ვუთხარი დავქორწინდებით მეთქი. შემიძლია საქორწილო საჩუქარი ვთხოვო. უარს არ მეტყვის. ჩემზე ძალი დაქორწინების შემთხვევაში რისი იმედი გაქვს? რომელ ბედნიერებას გეგმავ? ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება გამარჯვება. ჩემი სიამაყე შელახე. შენ გამო ოჯახის და მეგობრების წინაშე დაცვნის საგანი გავხდი. ზეინებ, დავქორწინდებით. თუ არ გენდომება, მერე გავშორდებით, მაგრამ ჩემს სიამაყეს კიდევ უფრო ნუ შეურაცხყოფ. ჩემს სიტყვებზე იფიქრე, მაგრამ დრო ხალილ იბრაჰიმის წინააღმდეგა. შულო. დედა, შულო. ხალილ იბრაჰიმი წაიყვანეს და აწამებენ. მოკლავენ ქანს, ცოლად თუ არ გავყვები. მოკლავენ დედა. შულო. დედა, რამე უნდა მოვიფიქროთ. დედა, გთხოვ, რამე მოვიფიქროთ. მოიცადე შულო. დედა, დამშვიდი შულო. Na bičvaro. ნუიცინი. წყალი მომეცი. ოჩახ, რა კარგად მომზადები ხართ. მე აქ შენს მეგობარს ყველა ძვალი დავუმტვრიე, შენ კი ხმაც არ მოგიღია. თუ შენი ნებით ალაპარაკდები, თუ გვეტყვი რომ ჩვენთან ითანამშრომლებ, მაშინ გაქვს შანსი ცოცხალი დარჩე. შემიძლია ამას დაგპირდე, სანამ ხალილ იბრაჰიმი გათიშულია. კარგად დაფიქრდი.
მოემზადე. სანამ შანსი გაქვს გამოიყენე. შენს წინაშე ასეთი ფორმით აღარასდროს ვიქნებით. გინდა თქვა რომ კიდევ შევხვდებით? კარგი შვილო. კარგი. ჩემთვის რამე საჭმელი შეუკვეთეთ. როგორც ჩანს ეს საქმე დიდ ხანს გაგრძელდება. გავქნათ. შენი ჯერია. რა ხდება? გეგონება რამის დასაღებად მოხვედი? შენს საყვანას ნამდვილად არ ვაპირებ, აიშე, გამატარე. უზრდელი. რა ხდება ფიქრეთ? ეს იმბეი შეგიძლიათ მარტო დაგტოვოთ. კაპიტანთან საუბარი მაქვს. შვილო, მარტო დაგტოვე. კარგი მამა. ფიქრეთი ისედაც მომბეზრდა. ღმერთო ჩემო. ამან ესიმ. ეს პირადულია. პირადული აღარაფერი დაგვრჩა ფიქრეთ. მე და კაპიტანი ახლა იარაღის მეგობრები ვართ. შეგიძლია მშვიდად ილაპარაკო. იარაღის მეგობრები? ვერ შეძელი გეთქვა, ჩემს გამოტყვიას გადაიფარეო არა? აბა? რა იყო ფიქრეთ? გინდა აღიარებითი ჩვენება მომცა? ჰალილ იბრაჰიმი და ოღუზი დაიჭირეს. ვინ დაიჭირა? ისკანდერმა? რა თქმა უნდა შერიფმა. დიახასია, შერიფმა. ჯანდება. რა უნდათ? თავისი ფული. რომელი ფული? კაპიტანო, ყველაფერი იციან თქვენზე, ძმებქიქებზე, ისკანდერმა ყველაფერი დეტალებში მითხრა. თუ ფულს დააბრუნებთ, შანსი ექნებათ. მაგრამ დაამატა თუ წამებას გაუძლებენო. ეს მინდა იცოდეთ. კაპიტანო, ბიჭები ამ მდგომარეობაში ჩემ გამოარიან. დავუბრუნო თავისი ბინძური ფული და წავიდნენ. შენ რა შუაში ხარ მამანესი? კაპიტანს მეუთხარი ფული სადაც იყო. ღმერთო, ნუ გამაგიშებ. კარგი. როგორ მოვიქცეთ, კაპიტანო? როგორც პოლიციელი შტურმით აიღებ თუ მე შევკრიბო ხალხი და მათთან წავიდე. გადაწყვეტილება უნდა მივიღო, თორემ იქიდან ცოცხლები ვერც ერთი გამოვა. პოლიციის შტურმს ვერ მოვაწყობთ და უშუალოდ მოვაწყეთ, ცოცხლებს ვერ მიუსწრებთ. თუ მარტო წახვალ შანსი ნული გაქვს. მივცეთ ფული და უბრუნოთ. ფულის მიცემა საუკეთესო გამოსავალია. მივცეთ. პრობლემაც ეს არის. როგორ დავიბრუნებთ ფულს, რომელიც ძმებ კიკებს მივეცით? ძმაო, ამბობ რომ მაღალი წნევა გაქვს შაქარი, მაგრამ ჰამბურგერებით ვიგვებებით. ეს როგორ გამოვა? მოკვდავთა სამყაროში ვართ იაჰია, მოკვდავთა სამყაროში. არასწორი კვებისთვის არ მოვკვდებით. მომეცი საშუალება დავტყბე. ღმერთო ჩემო. კეჩუპი მომაწოდე. დოგვიც. თეთრიც მოგაწოდო? არა. თეთრისგან თავი შორს მიჭირავს, არიცი? კარგია. შაქარი, მარილი ფქვილი. რძე მაწონი აირანი. გაზებს მიგროვებს. იაჰია ბეი, კაპიტანი და ნესიმი მოვიდნენ. რატომ მიყურებ? ასე რატომ მიყურებ? კაპიტანს ხომ ვერ ვეტყვით არ შემოვიდეს. კარგი შვილო, უთხარი შემოვიდეს. ძმაო, შემოვიდნენ რა თქმა უნდა, მაგრამ ნესიმი და კაპიტანი რატომ უნდა მოსულიყვნენ? ალბათ როგორც ყოველთვის. ფულის ნაწილი გადაინახე? არა, მითხარი რომ არ მომეკლო, ამიტომ ხელი არ ვახლე. სწორად მოიქეცი იაჰია, სწორად მოიქეცი. ყოჩახ. საიდან უნდა მწოდნოდა?
კაპიტანო, გკითხავდი თქვენი ვიზიტი რაც მივაწეროთ მეთქი, მაგრამ ვალდებულებები არ გვიყვარს. მუსა, გაგზავნე შენი ძმა და წამოიღოს ფული იქედან, სადაც დამალა. შემდეგ ძალიან დიდ ხანს ვილაპარაკებთ რა გიყვარს და რა არა. ამ შუაღამისას, კაპიტანო? რა მოხდა იაჰია? ღამით სასაფლაოზე მისვლის გეშინია? არა, არ მეშინია. ახლა როგორ მივხვდე სად ჩავფალი? იპოვი. არა, კაპიტანო, რომ აკლდეს, თუნებას მომცემთ ბიჭებთან ერთად წავალ და წამოვიღებ. იაჰია, წადი და ფული მოიტანე. დანაკლისზე მერე ვილაპარაკოთ. იაჰია, წადი ფული მოიტანე. ნესიმი შენი თავდები იქნება. წადი მოიტანე, იქნებ დილამდე მოასრო. კარგი ძმაო. კაპიტანო, თქვენი ნებართვით შემიძლია გავიგო რა ხდება? შენს გამო შერიფმა ჰალილ იბრაჰიმი და ოღუზი დაიჭირა. ჩემ გამო? რატომ? მათთან იყავი, შემდეგ კი მიხვედი და ჰალილ იბრაჰიმს და ოღუზს მოუყევი. ჰალილ იბრაჰიმს და ოღუზს ვუთხარი, იქ არ წახვიდეთ, თორემ მოკლავენ მეთქი. კაპიტანო, ახლა ფული რომც დავაბრუნოთ. თუნდაც დავამატოთ კიდეც ეგ კაცი ორივეს მოკლავს. არ დაინდობს. დარწმუნებული ვარ. მუსა, მაშინ ფულს დაწვავ. ღმერთმა დამიფაროს, კაპიტანო. ედანურ, რა მოხდა, რატომ მტირი? ჰალილ იბრაჰიმი და ოღუზი დაიჭირეს. რას ამბობ? ელიფმა დარეკა. ქანი ზეინებთან მივიდა და უთხრა, რომ თუ არ დაქორწინდებიან, ორივეს მოკლავენ. მაგ ადამიანს მილიონჯერ უთხარი შეტყობინება გამოეგზავნა. დაურეკე. კარგი, დამშვიდდი. ოღუზი და იბრაჰიმი დაიჭირეს და შენი აზრით ადამი დატოვეს? ბიძია, მაშინ რა უნდა ვქნათ? ისკანდერის სახლს თავს დავესხათ? ვესროლოთ ყველას ვინ შეხვდება? რა ვქნათ, გითხარი? სროლით შეხვალ და შენი აზრით ჰალილ იბრაჰიმს არ მოკლავენ? არავის მოკლავენ, სანამ თავის ფულს არ წაიღებენ. ეცადეთ დამშვიდეთ. როგორ უნდა დამშვიდეთ? თუ პრობლემა ფულია, მაშინ ზეინების და ქაანის ქორწინება რა შუაშია? ეგ ნაწილი სიკვდილზე უარესია, შვილო. მოდი ზეინებ. ძმაო, რა უნდა ვქნა? არაფერს იზამ. არაფერი შეგიძლია. რას ნიშნავს არაფერს? ქაანმა მითხრა, რომ ჰალილ იბრაჰიმი მოკვდება, თუ ცოლად არ გავყვები. ისედაც მოკვდება, ზეინებ. მოკვდება. ოდესღაც ყველა მოკვდებით. ჩემო ზეინებ. ადამიანები მოკვდავები ვართ. უკვდავი მხოლოდ ჩვენი სიყვარულია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რაც შემიძლია, რომ ჰალილ იბრაჰიმს არაფერი მოუვიდეს, გვპირდები. მაგრამ თუ ქაანს დათანხმდები, შეიძლება ჰალილ იბრაჰიმი არ მოკვდეს. მაგრამ შენი სიყვარული მოკვდება, დაიგო. თქვენი სიყვარული მოკვდება. კარგი. 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 კარგი.
ძმაო, რა ვქნა? ძმაო, რა ვქნა, ძმაო? რა ვქნა? გემრიელად მიირთვი ენვერ. გმადლობ ძმაო, ორბრძანდი. დაღალეს არა? ძმაო შერიფ, რამდენი ადამიანი ამილაპარაკებია, მაგრამ ასეთი არასდროს მინახავს. ასწიეთ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვცემდი, მაგრამ არაფერი თქვეს. ნუ იტყვიან. არ გვჯერდება. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ მე თქვა არ მოკლათ. ძმაო, თუ ცოცხლებს დავტოვებთ ხვალ, ფეხზე დადგებიან და ჩვენს წინააღმდეგ წავლენ. მიგვაქვს ფული. მიყვავს მისი ცოლი. ჩვენს წინააღმდეგ როგორ უნდა წამოვიდნენ? ენვერ. მართალი ხარ. ბიძე ეზეთის ხილი მომაწოდე. გამომართვი? გემრიელია. ისკანდერმა გააკეთა, რასაც გულისხმობდა. რას გულისხმობ? ხალილ იბრაჰიმი დაიჭირეს. ახლა ფულზე და ზეინებზე ივაჭრებენ. რას ამბობ დედა? ეს ვერც მე წარმომედგინა, მაგრამ როგორ ჩანს შერიფი ძლიერი ადამიანია. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ისკანდერის და მის გვერდით დავდექით. ოჯახ. ეპოქა დასრულდა? ხალილ იბრაჰიმის ლეგენდა დასრულდა? სანამ ხალილ იბრაჰიმი არ მოკვდება, ეპოქა არ დასრულდება. და არც ლეგენდა მორჩება. გილოცავ გამზე. შენი ძმის ამბავი ძალიან გვიხარია, მაგრამ ვერ მოვალთ. ჩემი გესმის როგორც ყოველთვის. კოცნი. რა თქვა? ჩემი დედა თანხმდა? გამზე ასე ამბობს. ბიძიან ესიმ, ზეინებს რომ არ ემუქრებოდნენ, ამას არასდროს დათანხმდებოდა. მიჯნუნს არ შეუძლია ხელი შეუშალოს. შვილო, მეთაურს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, არ მგონია ახლა ზეინების ძრამლებისთვის ეცალოს. ვერ ვიჯერებ, რომ მისვლაზე უარი უთხარი. დედა, იმ ნიქიახზე წავიდე და ფიქრეთი გადავიმტერო? ისკანდერის გამო ბოლო დროს ისედაც სულ თავდასხმაზე გადმოდის. საინტერესოა რატომ, იმიტომ ხომ არა, რომ იმ სახლში უფრო დიდ დროს ატარებ ვიდრე აქ. ახლა წავიდეს და იმ სახლიდან თავისი და წამოიყვანოს.
ხალილ იბრაჰიმი და ოღუზი არ დაბრუნებულან? ბიძა ჩემიც არაფერს ამბობს. თურანი და ოსმანიც ისე წავიდნენ, არაფერი მითხრეს. თქვენ მაინც არ მეტყვით რა ხდება? ოღუზსაც და ხალილ იბრაჰიმსაც საფრთხე ემუქრებათ დიდამ. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით. ჩემი ძმა გავიდა? გავიდა. ეს მანქანაში ჩადე. წავალ დედას დავემშვიდობები. ზეინებ, ელიფ. სხვა არჩევანი არ მაქვს. ფიქრეთ მამართალი თქვა. შეიძლება ხალილ იბრაჰიმი ცოცხალი გადარჩეს, მაგრამ შენ პრობლემები გექნება. ხალილ იბრაჰიმმა უნდა იცოცხლოს. ნიშნულობა არ აქვს, მე რა მომივა. მოიცადე, მოიცადე. ძალიან გთხოვ არ წახვიდე ზეინეფანი. გთხოვ. ზეინებ. შენზე უფრო მნიშვნელოვანი არავინაა. თავს მსხვერპლად ნუ შესწირებ საყვარელო. ჩემზე არ ინერვიულო დეიდა. შვილო, შვილო, ამას ნუ იზამ. ნუ ჯიუტობ. სიტყვას არ შეასრულებენ. დაუნდობელი ადამიანები არიან. ხალილ იბრაჰიმს მოკლავენ. შენ კიდევ უფრო მეტად დაგდანჯავენ. ხალილ იბრაჰიმს თუ მოკლავენ, ამაზე უარეს ვერაფერს დამიშავებენ. ჯერ ხანს მოკლავ. მერე ისკანდერს. სულ ეს არის ზეინების ბარგი.
თითიდან ეგ ლითონი მოიხსენი. წავედით. კარი დაკეტეთ. თუ დააკლდება, შენ მოგთხოვ იაჰია. ამპულის დასათვლელად სიცოცხლე თუ გეყოფა დაითვალე ენვერბეი. ინებე. გმადლობ მუსა. კარგად. იაჰია შვილო. საინტერესოა, სიკვდილსაც ამდენი ტკივილი მოაქვს? არა მგონია ძმაო. აქ არიან. ჰალევ. ჰალევ. მოდით. ფიქრეთ, შევამოწმოთ, ცოცხლები არიან? ოღუს, შემომხედე. ჰალევ. რა გიქნეს, ჰალევ? ოღუს, ეს ცოცხალია. ოღუს პულსი გაუსინჯე. ოსმან, თოკები, ახლავე. ჰალილ იბრაჰიმ, თვალი გაახილე. მიდი, ჰალილ იბრაჰიმ. რა ხდება, ოღუზი როგორ არის? ცოცხალია. ჰალილ იბრაჰიმ, შემომხედე. აქ ვართ. თვალი გაახილე, ძმაო. გაუძელი. მიდი, ოსმან, დაუჩქარე. ოსმან, დაუჩქარე. ზეინებ. მაშასე, დავიწყოთ ხელის მოწერის ცერემონია. ქორწინების რეგისტრაციისთვის განცხადება შეიტანეთ. თქვენი ქორწინებისთვის ხელის შემშლელი მიზეზები არ არსებობს. ახლა მინდა კიდევ ერთხელ გკითხოთ სტუმრებისა და მოწმეების თანდასწრებით. პატივცემულო ზეინებ ლეტო. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თანახმა ხართ, ცოლად გაჰყვეთ ქან თუგაის. დიახ.
პატიცემულო ქან თუგაი, თანახმა ხართ? დიახ, თანახმა ვარ. თანახმა ვარ ზეინები ცოლად შევირთო. თქვენ ამას ადასტურებთ, არა? ვადასტურებ. ვადასტურებთ. თხოვთ, ხელი მოაწერეთ. ბიძია შერებ, ინებეთ. სანამ არ დამვიწყებია. აღარ მოიხსნა. არასდროს. გბანდლობთ. ჩემთვის მონიჭებული უფლებით ცოლქმნად გაცხადებთ. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ. ინებეთ ზეინეფანი. გთხოვთ. მე ავიღებ. ბიძაშვილო, ფოტო გადაგვიღე. მიდი შვილო. ორი კვირის შემდეგ. ბატონო ხალილ იბრაჰიმ, თქვენი ისტორია გაფორმებულია. შეგიძლიათ გაეწეროთ, როცა მზად იქნებით. ქანი უკვე ორი კვირაა ზეინებს სახლიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევს. ტელეფონით ვერ უკავშირდებით? ტელეფონი გაუტეხა და გადააგდო. თქვა რომ ვისაც მისი ნახვის სურვილი აქვს, მათთან მივა. ხალილ იბრაჰიმა იცის? ყველაფერი მოვუყვები. მაგრამ თითქოს კეთილს ველაპარაკე. არ ვიცი რამდენი მოისმინა.
კარგი, ვერაფერს ვიზამთ. თავარია ახლა სახლში წავიდეთ, შემდეგ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ჰალო იტყვის. მართალი ხარ, შენს ნივთებს ჩავალაგებ და წავიდეთ. ჰალილ, მადლობა ღმერთს გაგწერეს. სემა მოამრავი რამ მოამზადა გითხრა, პირდაპირ სახლში წავიდეთ და არა რესტორანში, ხომ სახლში მივდივართ. ფიქრეთან მივდივართ თუ რა. ოღუს, ფიქრეთან მივდივართ. კარგი, წავიდეთ. თქვენ სახლში წადით, ოღუს. ჰალილ იბრაჰიმ, თვითონ მოვიდნენ, სახლში დაილაპარაკეთ. როგორც უკვე გითხარით, სახლში წადით. კარგი. ჰალილ იბრაჰიმ, გთხოვთ, საჭირო არ არის, გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებთ. გმადლობ. ძმა ჰალილ იბრაჰიმი. გმადლობ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ჯანმრთელობას გისურვებ, ჰალილ იბრაჰიმ. გმადლობ. მა ჰალილ იბრაჰიმ. ჯანმრთელობას გისურვებ, ჰალილ იბრაჰიმ. ჯანმრთელობას გისურვებ, გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებ, გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებ. ჯანმრთელობას გისურვებ, ჰალილ იბრაჰიმ. გმადლობ. ჯანმრთელობას გისურვებთ. მალე გამოჯანმრთელდი. ჯანმრთელობას გისურვებ, გმადლობთ. 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 ჯანმრთელობას გისურვებთ. გმადლობთ. მალე გამოჯანმრთელდი. გმადლობთ. ჰალილ იბრაჰიმ, ჯანმრთელობას გისურვებ. მალე გამოჯანმრთელდი, ჰალილ იბრაჰიმ. გმადლობთ. 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 ზეინებ, შემოდი. ზეინებ, უნდა ვისაუზმოთ. არა გამზე არ მინდა გემრიელად მიირთვით. ზეინებ, ხომ იცი რომ პრობლემები შეგექმნება? ჩვენთან ერთად დაჯექი. შეგიძლია არაფერი ჭამა? კარგი, ჩამოვალ. კარგი. მოდი ჩემო ზეინებ. მოდი ჩემო ამოზორძალო. დაჯექი. გმადლობ. გვერდსხი და ძეხვი მიირთვი, ძალიან გემრიელია. არაფერი მინდა. საერთოდ არ ჭამერე, დედა შენი იტყვის, რომ მის ქალიშვილს ცუდად ვუვლით. დარწმუნებული ვარ, დედაჩემს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვები ექნება. მაგალითად, რატომ არ შემიძლია მასთან სახლში მივიდე? აქ ტყვევარ, ისკანდერ ბეი. რამდენჯერ გითხარი ზეინებ? დროა უკვე მამა დაუძახო. ჩემსა და რძალს შორის ნუ ჩადგები. არ იცი მამობრივი სითბო როგორია. დროთა განმავლობაში მამასაც დამიძახებს და მამიკოსაც. ამას იმიტომ ვეუბნები, რომ მიეჩვიოს და არა იმიტომ, რომ ძალას ვატან. ჯერ ჩვენთან ერთად ამ სახლში ცხოვრებას ისევ ვერ შეეგუა.
იქნებ იმ კითხვების გამო, რომელიც სულ ახლახანს დაგისვიქან. ამ სახლში ტყვევა, რატომ არ შემიძლია გავიდე? ტელეფონი რატომ არ მაქვს? საყვარელ ადამიანებს რატომ ვერ ვნახულობ? როცა შენი საყვარელი ადამიანები, ჩვენი საერთო საყვარელი ადამიანები იქნებიან, შეგიძლია ვისაც გინდა იმას შეხვდე, ჩემო ცხოვო. უკაცრავად, მაგრამ მე ზეინების მხარეს ვარ. შენი განწყობა უსაფუძვლოა. ზეინებს შენამდეც ჰქონდა ცხოვრება, ჰყავდა მეგობრები, რომლებიც არ მომკვდარან, როცა ცოლად გამოკვდა. სამწუხაროდ. ხო, მართლა. ახლახან გავიგე. ხალილ იბრაჰიმის ავადმყოფოდან გამოწერეს. შენ გეცოდინება, ზეინებ. ხალილ იბრაჰიმს რამდენი სიცოცხლე დარჩა, როგორც ჩანს 9 სიცოცხლე აქვს. ვფიქრობ, ვერ იცოცხლებთ იმდენ ხანს, რომ ეს ნახოთ ისკანდერ ბეი. რატომ? რა სიზამს? მოგუკლავს? ეს არ ვიცი. ხალილ იბრაჰიმს ქუჩაში გამოსვლისად შერცხვება არათუ აქ მოსვლის. მაგალითად მე ხალილ იბრაჰიმის ადგილზე ბარგს ჩავალაგებდი და აქედან გავემგზავრებოდი. ჩემი აზრით მომხდარს ასე უბრალოდ არ გადაყლაპავს. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდი სახლში იქნება, მაგრამ შემდეგ შეტევაზე გადმოვა. ჩემთან ანგარიში არ აქვს გასასწორებელი, იცი შერიფ ბეისად არის. თუ პრეტენზიები აქვს, მასთან წავიდეს. მამა, ფერჰათი ზეინებს გულისხმობს. ზეინები მისია გამზე? სისულელეს ნუ ამბობ. მე ნივთი არ ვარ. არავის ვეკუთვნი. თუ ნებას მომცემთ, მინდა დღეს მეგობარი მოვიწვიო. ვინ არის შენი მეგობარი? ესმა. კარგი. ესმა შეიძლება. გამზე, ესმას უთხარი რომ შეუძლია მოვიდეს. ზეინებს ბევრი დრო აქვს. დიდი მადლობა, რომ ნება დამრთე. სუფთა ჰაერზე გავისეირნებ. ისეირნე, რა თქმა უნდა. გამზე, გვერდიდან არ მოშორდე. ყველაფერი მოისმინე, რასაც ილაპარაკებენ. არ დაუშვა ჩვენ წინააღმდეგ გეგმები დააწყონ. იქნებ ჯაჭვიც მოვაბად ქან. კარგი. ქან. ნუ აზვიადებ. მამა, თითქოს არ იცნობდე. შულო, ასეთი ფრაზა არსებობს, მშობელიც არ შეგიყვარებსო. მე ყველანაირი მეყვარები, მაგრამ ასეთი ქმრები არ უყვართ. არავის უნდა რომ ვუყვარდე. თავარია ის გააკეთოს, რასაც ვეტყვი. ესეც საკმარისია.